ჩვენი სტუმარია გიორგი გახარია, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გერმანიიდან გვერდება. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. კი ბატონო, პირველი შეკითხვა ბუნებრივია, მექნება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, დღეს 1 ოქტომბერია, რომელსაც ივანიშვილი ვრცელი წერილით გამოეხმაურა, ეს მისი, ასე ვთქვათ, სამარკო ნიშანია, წერილებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამ წერილში ამოიკითხეთ თუ არა თქვენი თავი და რა სიტყვით ზოგადად რა პათოსი იყო ამ წერილში? არ დამიკითხავს დიანა გულწრფელად ვეუბნებით. უბრალოდ არ გქონდათ თუ ივანიშვილი აღარ გაინტერესებთ? არა, უბრალოდ ეს იმდენჯერ განმეორდა უკვე, ეს იქნება თავის მართლება, რაღაც ისტორიის სურათვის სასურველი მისთვის დახატვა და ასე შემდეგ ამის კითხვას უკვე აზრი არ აქვს. ეს წერილები ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი სარგებლული პარტნიორებისთვის, თეთრი სახლისთვის თუ კიდევ ვიღაცისთვის, ეს არის უბრალოდ თავის მართლება, მაგრამ ეს შედეგს ვერ გამოიღებს. თეთრი სახლი იყო მისი ადრესატი, როგორ ფიქრობთ ამ პარტნიორები? არა, თეთრი სახლისთვისაც ბევრი წერილები მიუწერია, ესე ცალ-ცალკე. კი, მაგრამ ეს წერილი დღეს არჩევნების წინ, ასევე სახალხო შეკრება დაანონსებული, ამაზეც კითხავთ. ამის წინ იქ არის ასეთი პასაჟი, მაგალითად, მუხანათურ ღალატზე, რომელიც თქვენი გუნდის წევრებმა არ გამორიცხეს, რომ თქვენს გიგულისხმათ ამ წერილში. ეჭვიც არ მეპარება რომ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ ეს არის სასურველი სურათის დახატვა. და ამას ყველაფერს დრო განსჭის და ხალხი განსჭის. დღეს ოცნება ამ წერილში, ივანიშვილის დაწერილში თუ სხვა ქმედებებში ყველანაირად ცდილობს, რომ სამყაროს სურათის შექმნას მისთვის მისაღები და სასურველი, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ერთხელ თქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ღალატს მოღალატეს, კეთილსინდისიერებას, სამშობლოს სიყვარულს, თავგანწვირვას, ერთგულებას. ამას დრო და ხალხი და ისტორია არქმევს და არა წერილები დაწერილი და ოცნების მარიონეტები. ამიტომ მე ხო არც ერთხელ არ მიპასუხე. არც ვაპირებ ამაზე პასუხს და არ წმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც შინაარსობრივად ქართული საზოგადოება იმსჯელებს, რა ხდებოდა ამ წლებში საქართველოში. ხაზგასმით უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა დავაფასოთ. რაც 1 ოქტომბერს შედეგად დაგვიდგა, რა თქმა უნდა. ბევრი რამ უნდა დავაფასოთ, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა. ახლა მე არ შევალ აქ დეტალებში, მაგრამ ჩვენ თუ ვაშენებთ სახელმწიფოს და გვინდა რომ გქონდეს ძლიერი სახელმწიფო, მაშინ ერთპიროვნული მართლობა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა. ხელისუფლების არჩევნებით მშვიდობიანი გზით ცვლილებაზე უარის თქმა. ეს ყველაფერი დაუშვებელია, განსაკუთრებით ერთპიროვნული მართლობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ეს ხაზი, რომ ვინც მე არ მეთანხმება ის ქვეყნის მტერია, რა თქმა უნდა ეს კატეგორიულად მიუღებელია, სწორედ ეს არის თავის მართლების პოზა, რომელშიც მათ უწევთ სიკეთეებსა და არასიკეთეებს შორის ჩამონათვალში რა წონის ერთმანეთს და როცა თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ამოცანა ივანიშვილის დასუსტება, ოცნების დასუსტება ყველა არჩევნებზე, თქვენი გუნდის წევრებიც ამას ამბობენ, აი ამ წერილის წაკითხვის არ გაქვთ შესაძლოა ვალდებულება, მაგრამ ამ წერილები თქვენთვის მნიშვნელოვანია თუ არა ხელისუფლებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე პირის რაღაცნაირი ამოკითხვა რა ეტაპზეა, ვთქვათ, სად შეიძლება მისი დასუსტება და ასე შემდეგ. ახალი რამე მნახეთ თქვენ დიანა, რო წაიკითხეთ? ახალი რამე იყო? ეს ვთქვათ არაფერი. ვერც იქნებოდა. რაღაც მოწოდება მხარდაჭერისკენ, არადა თითქოს ის არ უნდა აფიშირებდეს, რომ ეხლა მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, რაღაც სიძლიერის დემონსტრირებასაც უნდა ახდენდეს. არა, ყველა ჯერზე ერთი და იგივე, რომ არ არსებობს ალტერნატივა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი, ერთი გზა და ეს ერთი აზრი და ერთი გზა არის მხოლოდ ის, სხვა ყველაფერი არის ღალატი, რაღაც აგენტობა. წაგეკითხათ, იქნება ახალი იყო რამე. რა? წაგეკითხათ, იქნება ახალი იყო რამე. ვერ იქნებოდა ვერაფერი ახალი, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება, არ იცვლება მათი ქმედება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ოცნება ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, უბრალოდ მიდის ერთპიროვნული მართლობისკენ, არ ითვალისწინებს განსხვავებულ აზრს და თulis რომ საქართველოში თურმე შესაძლებელია ხელისუფლებისა ესე ცვალებადობაზე უარის თქმა და რატომღაც ეს ჯერათ და ეს მხოლოდ
ჩიხში შეიყვანს, მათ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეხლა, რომ ჩვენ ამ ჩიხში არ შევყვეთ. საზოგადოება და რა არის ხელისუფლების ცვალებადობისთვის შანსის მიმცემი ან გარანტია შეიძლება ზედმეტი ნათქვამია, რა შეიძლება იყოს მოცემულ სიტუაციაში. წინა ინტერვიუს დროს თქვენ ამბობდით, რომ საზოგადოებრივი აზრი გადატეხა სათავისოდ ივანიშვილმა, ეს მოახერხა. რა შეიძლება ახლა იყოს მთავარი ამ გზაზე? არჩევნები რა თქმა უნდა არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ არჩევნებით დავამარცხოთ ივანიშვილი და საზოგადოებაში სხვა დაკვეთა არის. რა თქმა უნდა დღეს ქართულ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი დაკვეთა ცვლილებებზე. ჩვენ ყველას გვჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას ეს აქვს გააზრებული, მაგრამ საზოგადოებას ასევე გააზრებული აქვს რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ცვლილებები და აქ სიტყვა მშვიდობიანი არის კრიტიკული. ამიტომ დღეს ქართული საზოგადოება ცვლილებისთვის მზად არის, მაგრამ ევოლუციური და არარევოლუციური ცვლილებისთვის, მშვიდობიანი ცვლილებისთვის. მაგრამ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელსაც ამ ტიპის გზა მიაჩნია ახლა გამოსავლად, ამბობენ რომ არჩევნები დასრულებულია. რა არავინ არ უშლის მათ ხელს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყველაზე ფასეული, რაც შევქმნით, ეს იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს ძალიან კარგად დაინახა ოცნება. ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, ივანიშვილმა დაამარცხა სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო NGO-ები, ყველა აბსოლუტურად, მედია და ერთადერთი რაც ვერ დაამარცხა ხალხი და ვერ დაამარცხა მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. და როგორც შედეგი მივიღეთ ის, რომ მათი ყველაზე ცუდი გეგმა რაც არის, ამ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ეხლა ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად ჩვენ უყურებთ ეხლა ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როდესაც ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს სამწუხაროდ განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები. საბოლოო ჯამში ჩემთა სამწუხაროდ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სცენარი, როდესაც აი ამ დამხობების მოწოდებით, გადატრიალების მოწოდებით და აი ამ სრულად პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით, აი ამ სამშვიდობო პროტესტის თავზე და მათ ლიდერებად წარმოჩენის და აი ასე დამთხვევის 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს, ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ სწორედ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, ეს მოგცემს უბრალოდ თვითონ ლეგიტიმაციისგან დაცლილი ოცნების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმის დამძიმებას ჩვენ გაუჩენთ შესაძლებელ რესურსს ივანიშვილს, რომ შემდგომ დაუცნებას, რომ შემდგომ ეს ავტორიტარიზმი კიდევ უფრო დაამძიმება. გიორგი, რასაც თქვენ ყვებით, ეს ნიშნავს, რომ ახლა რევოლუციური იდეის მიმდევრები, მოთავეები თუ მოსურნეები არიან ივანიშვილის სცენარის ნაწილები. ნებსით თუ უნებლიეთ თქვენი აზრით? ანუ ეს ერთი სცენარია შეთანხმებული, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული, თქვათ, ბრალდება ამ ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დაკვირვება იძლევა სხვადასხვანაირი ანალიზის საფუძველს, მაგრამ ეს არანაირი ბრალდება არა. ეს არის ჩემი მოსაზრება, რომლის გამოთქმის უფლებაც მასა ვერავინ ვერ შემიზღუდავს მე. მეცაც გეტყვი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერია ეს თარიღი მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის გაჩნდა სადღაც ოცნების კულუარებში და ოფისებში და არა სხვაგან სადმე. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში და თქვათ ამ ადამიანებამდე როგორ მივიდა ეს იდეა? კი ბატონო, ამ ადამიანებამდე როგორ მივიდა საინტერესოა. თუ შეიძლება დავასრულო. კი ბატონო. ამ ადამიანებამდე მივიდა ძალიან მარტივად. შენ როდესაც გაყალბებული არჩევნების შემდგომ გაქვს ძალიან დიდი პრობლემა ლეგიტიმაციის და ლეგიტიმურად კოჭლი ხარ. შენ საპროტესტო მოძრაობა, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალას, ეს იყო დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მისი დისკრედიტაცია გჭირდება. და ამ დისკრედიტაციის მიზნით აპროვოცირებ ჯერ ბოიკოტს და შემდგომ ბოიკოტი მშვენივრად გადაყავს იმ რეჟიმში, რომლის მთავარი მოწოდება ხდება დამხობა და რომლის მთავარი პერსონაჟები ხდებიან სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის სახეები. მაშინ, როდესაც მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები ჩემთვის
აი ყოველთვის აი ასე თანმიმდევრულად ერთგულება აი ამ ძალის, რა თქმა უნდა, დასაფასებელი. მაგრამ ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახონ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი. ფუჭი დაპირებების მეტი. აი ფუჭი ეს ფეხების ბაკუნის მეტი, რომ ხვალ დავამთავრებ, ზე გაიქცევა, მასზე გახაღარ იქნება ყოველა ჯერზე ოცნების წისქრულზე ასხამდნენ წყალს. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აი ეს ბოიკოტი, რომელიც თაი ბუნებრივად ძალიან, ბუნებრივად ხდება საპროტესტო მოძრაობის ლიდერი და ამ ბოიკოტის მთავარი ლოზუნგი და ამ საპროტესტო მოძრაობის მთავარი ლოზუნგიც ხდება დამხობა და რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამას საბოლოო ჯამში ეს ლოგიკური ანალიზის შედეგია მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველაზე ძლიერი მოძრაობა, პოლიტიკური მოძრაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა. შვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა, სამოქალაქო მოძრაობა, მისი დისკრედიტაცია ხდება, ეს არის ის მოძრაობა, რომელსაც ოცნებამ ვერაფერი ვერ მოუხერხა. ბატონ გიორგი, მაგრამ ამ მოძრაობაში არის თავად ბოიკოტის იდეა. თქვენ ამ მოძრაობის წევრები, არ ვიცი ახლა დისტანციიდან რა წარმოადგენთ თქვენი გუნდის წევრები შეიძლება. ბოიკოტის იდეა არ ნიშნავს ხო, მაგრამ თავად არ აქვთ არჩევნებს ისინი მიიჩნევენ როგორც ლეგიტიმურად კოჭლი ხელისუფლებაო თქვენ ამბობთ ამ კოჭლის რაღაც ფეხზე წამოყენების, აი ყავარჯნის ფუნქციის შესრულება. გამოჩნდება ეს ყველაფერი, ხო? რამოდენიმე დღე დარჩა. მე გეუბნებით, რომ ჩემი პროგნოზი არის შემდეგი. სამწუხაროდ ყველაზე მძრავ პოლიტიკურ მოძრაობას, მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტს. თავზე აი ესე დაასვავენ ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დისკრედიტებულ სახეებს, ყველაზე ცუდი მოთხოვნებით დამხობის, რომელიც საზოგადოებაში რომელზეც დაკვეთა არ არის. საზოგადოებაში დაკვეთა, რა თქმა უნდა, ცვლილებებზე არის. და ეს არის ყველაზე დიდი რისკი ოცნებისთვის. საზოგადოების დაკვეთის და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის შეერთება და შეხვედრა. რასაც ახლა ხელს შეუშლის, აი ეს ბოიკოტისტურ, დამხობისტური მოძრაობები, საბოლოო ჯამში გამარჯვებული დარჩება ისე ოცნება, რომელიც გაიმყარებს ლეგიტიმაციას და რომელსაც გაუჩნდება დამატებითი მანდატი იმისთვის, რომ თავისი ავტორიტარული რეჟიმი დაამძიმოს. 5 ოქტომბერს როგორ ხედავთ, როგორც პოსტსაარჩევნოთ, ისე პოსტრევოლუციურად თქვა. სანამ 5 ოქტომბერზე გადავალ, მე მინდა გითხრათ, რომ ამიტომ ჩვენ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სრულად ვემიჯნებით, სრულად არანაირ პირობებში და პროცესებში. არანაირი რადიკალური სცენარი და დაპირისპირება. არანაირი გადატრიალება, გადმოტრიალება, რევოლუციები, ეს ყველაფერი დღეს და საქართველოში არის კატეგორიულად მიუღებელი. ამას ქართული საზოგადოება გრძნობს და ქართული საზოგადოება უბრალოდ გაბრაზდება იმაზე, რომ მათი დაკვეთა და მოთხოვნა ცვლილებებზე, მაგრამ შვიდობიან ცვლილებებზე, ვიღაცა იდიოტები აი ასე დაახურდავებენ თავიანთ ერთდღიან ამბიციებში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სულ არ რთული, რომ შემთხვევითობაა ის, რომ 4 ოქტომბერს დაამთხვიეს მაინდა-მაინც ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თარიღი არის ოცნების წიაღში დაბადებული როგორ თქვა, მუხანათური ღალატი. მუხანათური თარიღი. კი ბატონო, მაინც ეჭვი მაქვს, რომ იცით ამ წერილის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ეს თქვათ, მინდა გკითხოთ, მშვიდობიანი ცვლილების რესურსს ხედავთ მხოლოდ არჩევნებში. რამდენად იქნება თვითმმართველობის არჩევნები ამის ხელშემწყობი? იმიტომ რომ თქვენს გითქვამთ, ვიმეორებ და თქვენი გუნდის წევრებსაც, რომ თქვენი ამოცანა არ გამოიყურება ახლა ისე, რომ თავდება ვინმე საარჩევნო უბანთან 4 ოქტომბერს, მაგრამ როგორც შესუსტების გზა. შეხედეთ. სად ვართ ახლა ჩვენ? ჩვენ ფაქტია რომ გვჭირდება ცვლილებები, ფაქტია რომ გვჭირდება შვიდობიანი ცვლილებები, ფაქტია რომ ჩვენი გზა უნდა იყოს ევოლუციური და არა რევოლუციური და საბოლოო ჯამში ფაქტია რომ ოცნებამ, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა მოგვიგო, ამაზე დააყრდნო მთელი თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოცნებას საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლაში დავამარცხოთ. ჩვენ თუ ოცნება არ დავამარცხეთ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლაში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვერანაირ არჩევნებში, საერთოდ ნებისმიერი
ხელისუფლების რესურსი დაკარგული იქნება, სანამ ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ არჩევნების გზითაც ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ ეს არჩევნები ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ ველაპარაკოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სადაც მივწვდებით იბატონო, თქვენ ტელეაუდიტორიის მეშვეობით პერსონალურად ამ ეტაპზე როგორც ჩანს, თქვენ თქვით, რომ არ მინდა ივანიშვილის იურისდიქციაში თავი მოვიქციოთ, ეს ასე იქნება 4 ოქტომბრის შემდეგაც, თუ რაღაც ფაქტორებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული თქვენი დაბრუნება, ბარემ ეს კითხვაც მინდა რა ფაქტორებზე უნდა იყოს ჩემი დაბრუნება? დიანა დამოკიდებული, როდესაც აგერ გუშინ თუ გუშინწინ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი IPRM-ის შეხვედრაზე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ აგერო გახარია რახან დაადანაშაულეს ჩორჩანაში იმის რა ქვია საგუშაგოს გახსნაში, ესე იგი ჩვენ მართლები ყოფილვართ და გაწიეთ ახლა ეს საგუშაგო გვერდზე და დაგვიბრუნეთ ეს მიწარო. ეხლა ხო ხვდებით რომ მთელი ეს ეპოპეა სისხლის სამართლის დევნის და გამოძიების დაწყებული ჩემს წინააღმდეგ არის ამ საქმეზე დაფუძნებული, ხო? ნუ რამოდენიმე სხვაზეც, მაგრამ ეს გახადეს მთავარი საქმე. ამიტომ ჩემთვის არჩევნების კონტექსტს დაბრუნება არ დაბრუნების ნაწილში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე როგორც ვიბრძოდი საქართველოში და ეხლა აქედან, ასე გავაგრძელებ. უბრალოდ ჩემი მთავარი მიზანი რა არის? ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ აი შემდეგი რამოდენიმე დღით შესაძლებლობა ოცნებას მოახდინოს თავისი ამომრჩევლის შემდგომი კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ რადიკალური სცენარი გახდა მთავარი სამოქალაქო სამშვიდობო პროტესტის ნაწილში. ამას უნდა მივახციოთ. ჩვენ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს დღეს დასაცავი, ეს არის მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც უნდა შევახვედროთ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის და მოქალაქეების მოთხოვნას მშვიდობიან ცვლილებებზე. ეს არის გამოსავალი. ამიტომ უნდა ველაპარაკოთ და ის ვიღაცეები, ვინც ამბობენ, რომ თურმე 4-ში დაიწყებენ და 4-ში საღამოს დაამთავრებენ. ნუ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. ნუ თქვენ ხო უნდა გესმოდეთ, რომ ეს არის ოცნებისთვის ისეთი დახმარების გაწევა, რომელსაც ოცნება ხელიდან არ გაუშვებს. კი ბატონო, გიორგი, მინდა აუცილებლად მარტივი რამ მინდა გითხრათ. შემდგომ აი შეხედეთ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რამოდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამით ოცნებამ პოლიტიკურად პარტიებს მოუგო, მაგრამ სამოქალაქო პროტესტს ვერ მოუგო. რა შეცდომები იყო ეს? ეს იყო პარლამენტის ბოიკოტი, შემდგომ იყო არჩევნების ბოიკოტი და ეხლა დამხობის სცენა. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ძალიან ხელოვნურად გამოიყურა. ამიტომ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ ახლა, არჩევნებში პარლამენტის ბოიკოტიც ქართული ოცნების ოფისებში დაწერილი სქემის ნაწილია, ასე ფიქრობთ? რა მნიშვნელობა აქვს სად არის დაწერილი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ პოლიტიკა პროვოკაციების გარეშე ხო იცით რომ არ არსებობს. კი ბატონო, გიორგი, წესით თქვენი და ლელოს მონაწილეობით დიდწილად არჩევნებში ამ არჩევნებს სხვა წონა ეძლევა, ამიტომ ოცნების ინტერესი ეს უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იქ კანდიდატების გადაბირება თქვენთვის ისევ რაღაც მოღალატის ძახილი და ასე ვთქვათ ლელოს მიმართაც თავდასხმები. ეს რაღაც საარჩევნო დრამატურგიის ნაწილია ოცნების მხრიდან თუ აი როგორ აღიქვამთ? ეხლა თქვენ მეუბნებით საარჩევნო დრამატურგიის ნაწილია, მე რო ოჯახს მოწყვეტილი, ახლა სადღაც გადახვეწილია. არა. მე ვამბობ, ნაწილია დიანა ეს. როგორ? საარჩევნო დრამატურგიის ნაწილია. მე ვსაუბრობ, რომ თქვენი მონაწილეობა არჩევნებში წესით ყოფილიყო უნდა მათი ინტერესი, ამიტომ ამ ფონზე ეს რისი ნაწილია? არაფრის ნაწილი ეს არ არის, ეს არის ნამდვილი ბრძოლა და დისკრედიტაცია პოლიტიკურ ოპონენტებთან, ისეთ ოპონენტებთან, რომლებსაც ყველაზე სახიფათო თulis. ეს ანუ არჩევნებში მონაწილე ძალებს ებრძვის უფრო თქვენი დაკვირვებით, ეს არის ოცნების სტრატეგია. არჩევნებში მონაწილე ძალებს კი არ ებრძვის. ოცნება ებრძვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ველზე გონიერ, ზომიერ და თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს. ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა, თორე არჩევნებში სხვა ძალების მონაწილეობს, რომლებსაც საერთოდ არ ებრძვის და პირიქით ეხმარება. ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ და საუბედუროთ. ჩვენც მივეხმარეთ ამაში ოცნებას. ჩვენ არჩევნებიდან, პარლამენტიდან, ეხლა გვინდა საკრებულოებიდანაც პოლიტიკა გავიტანეთ, მოვკალით, გავანადგურეთ. და ეხლა ეს ყველაფერი უკან უნდა დავაბრუნოთ. იმიტომ რომ თუ გონიერი აზრი
ზომიერი, გონიერი, საღი აზრი არ გაისმა პოლიტიკაში, დარჩება ოცნება მარტო და ეს მათი სამყაროს სურათი, რომ არის ერთადერთი გენიოსი ადამიანი, რომ არის ერთადერთი მართალი აზრი და ერთადერთი მართალი გზა. ეს გაიმარჯვებს. და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი პროვინციული ჭაობი, რომელშიც დღეს აღმოჩნდით, ჩვენ დასაუბედუროთ, გაგრძელდება კიდე წლები. ამიტომ გვესმოდეს, რომ ყველას ხო უნდა გვესმოდეს, რომ ის, როდესაც ოცნება კითხვის ნიშნისქვეშ აყენებს თავისი ყოველდღიური ბოროტებით, ხო, ეს ქვეყნის ევროპული მომავალი, სამართლიანობა, ქვეყანაში წესრიგი, კეთილსინდისიერება, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეორე მხრიდან საერთოდ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის არსებობა უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნისქვეშ. კი ბატონო, ორი კი არ გვაქვს ბევრი დრო, მაქვს ორი კითხვა. პირველი ეს შეეხება, ვთქვათ, მერობის კანდიდატს, თქვენს გაერთიანებულ ზოგადად პარტიას, მინდა რომ რამდენიმე წუთით თქვენ შესაძლებლობა მოგცეთ, იმიტომ რომ არ მგონია რომ ახლა ვიდრე არჩევნებამდე შეიძლება კიდევ იყოთ ჩვენი სტუმარი, ამიტომაც გეკითხებით რა. რატომ გიქნები სიამოვნებაა? კი ბატონო, მაგრამ ეს ვთქვათ, მე პირველ რიგში მინდა გულთბილად მხარი დაუჭირო ირაკლი კუპრაძეს. ძალიან წესიერი, კარგი ადამიანი, კარგი კანდიდატი, რომელიც მოუხდება თბილისს. კარგი სუფთა წარსულით. და რაც მთავარია, ახალი იდეებით. და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოტივაციით, ემსახუროს ხალხს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ შედარებაც, უბრალოდ შეუძლებელია. ხო, მეორე მხარეს ჩხავს აბსოლუტურად კორუმპირებული. აი ამ რაღაც თქვენ კარგად იცნობთ მას, ემეგობრებოდით თავის დროზე და მაშინ აუშავდა ბიჭი. მეტიც როცა გადაწყვიტეთ მერობის კანდიდატობა თავად, მასთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საქმის კურსშიც ჩააყენეთ და სიმართლე გითხრათ, ახლა ახლო მეგობრობა მე იქ არც მქონია ბევრი რაღაც დონეზე როგორც ჩანს. ხო, ამიტომ ახლა აქ არჩევანი ცხადია. ხო, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში, გასაგებია ეს კალაძე კობახიძის კორუმპირებული დაჯგუფება, რომელსაც გონიათ ახლა რომ იქ ღარიბაშვილი, ლილოშვილის დაჯგუფებას რაღაცა მოუგეს, დროებითი ეს ყველაფერი. აი ეს უნდა მეკითხა სწორედ. ესენი ხო თოჯინები არიან ახლა. ესენი არიან თოჯინები, რომლებსაც რაღაცა პერიოდ ძალიან კარგად იგრძნობოდა 1-3-4 თვის უკან მთავარმა ადამიანმა. აგრძნობინა რომ მათ რაღაც ძალაუფლება აქვს ხელში, გაეთამაშა, ესენიც ახლა მოყოყოჩდნენ და ახლა მოსმოლები არიან სულ ყველა ამათ. არჩევნების შემდგომ უნდა ნახოთ ამათი მძიმე მდგომარეობა. აი მაინტერესებს სხვადასხვა ამ დაჭერების კონტექსტში მინდა გკითხოთ ახლა, ეს თქვათ ჯერჯერობით დაბალ რანგზეა ლაპარაკი, იქ ყოფილი მინისტრი არის ერთი თავდაცვის, მაგრამ ეს რა ტიპის ბრძოლა, რასაც თქვენ უყურებთ ახლა კობახიძის გუნდის მხრიდან, ეს თქვათ ყოფილი პრემიერის და ყოფილი სუსის ყოფილი უფროსის მიმართ? არა, ეს ახლა არის ერთი დაჯგუფებით, მეორე დაჯგუფებით ჩანაცვლების პროცესი. დაბერდნენ ისინი, გაცვდნენ, ბევრი წელი იყვნენ. მათ უკვე დასაკარგი ბევრი რამე გაუჩნდათ. ახლა საჭიროა ახალი ახალგაზრდა, უფრო მოტივირებული, რომლებიც უფრო მეტი ენთუზიაზმით დაუმტკიცებენ პატრონს ერთგულებას და უფრო მეტ სიგიჟობებზე და ბოროტებებზე მოაწერენ ხელს. და ეს ხდება მეტი არაფერი და საბოლოო ჯამში ახლა იქ ვინ უფრო მეტი მოიპარა და ვინ უფრო მეტი დამალა და მოასრო სახში წაღება, ეს ტექნიკური საკითხი ახლა ამას იქ ეს არის საკითხი ერთმანეთთან ბრძოლის, მეტი არაფერი. უბრალოდ ფაქტია, რომ ის თაობა უფრო მოსვამსო, რა თქმა უნდა, ბრასუცამს. ის თაობა უკვე გაცვდა. ახლები იყვნენ საჭირო, რომლებიც უფრო მეტი ასეთი თავგანწირვით დაუმტკიცებენ პატრონს ერთგულებას და უფრო მეტ სიგიჟობებზე მოაწერენ ხელს. ეს არის და ეს მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში სქემა მართვის არ იცვლება ქვეყანაში. მართლობით სქემა არ იცვლება ქვეყანაში. სამწუხაროდ მე მქონდა იმედი, რომ 20 წლის შემდეგ ჩვენ შევძლებდით ამის ცვლილებას, იყო ამის რაღაც ნიშნები, მაგრამ არ გამოვიდა და მივედით იქ სადაც. კი ბატონო, მოსვამზე მინდა ისევ ჩაგეკითხოთ, თქვენი აზრით კობახიძის დაბერების არა კარგად ახალგაზრდაა, მაგრამ თანამდებობრივად, ისიც ივანიშვილის კარზე არჩევნების შემდეგ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას, მისი როტაციის დროს. არა, სახელდა გვარს არანაირი მნიშვნელობა. უფლებამოსილები დაუვიწროვდება, რა თქმა უნდა, უფლებამოსილები დაუვიწროვდება, არაფერი საერთო არ ექნება ძალოვნებთან, არაფერი საერთო არ ექნება ფინანსებთან, არაფერი საერთო იქნება ერთთან, მეორე საბოლოო ჯამში დარჩება განათლების სამინისტრო და ეკონომიკაზე რაღაც განცხადებების კეთება. დინარაძეზე გავლენა უშუალოდ
ივანიშვილს ექნება რა ვის ექნება ხა თქვენ რა გონიათ ახლა იქ რა თქმა უნდა ეს ექნება უბრალოდ დარჩება განათლების იმის რა ქვია რეფორმატორად განათლების რეფორმების პრემიერად ერთ პრემიერი ესეთი ყავდათ ახლა გვეყოლება მეორე განათლების რეფორმების პრემიერი ეს იქნება და ეს კი ბატონო მოკლედ ასე უყურებთ ოცნების წიაღში პროცესს კარგით 4 ოქტომბერი ფიქრობთ რომ ამ მომრჩევლისთვისაც იქნება დიდწილად არჩევნების დღე ოპოზიციური ამომრჩევლისთვისაც მათზე არ იქონიებს გავლენას თქვათ აქტიური ადამიანების თქვენ ამბობთ რომ მთავარი მიღწევა სწორედ მშვიდობიანი პროტესტი იყო ამ მშვიდობიან პროტესტში ჩართული ადამიანების ხმაც რომლებიც ფიქრობენ რომ ახლა ეს არჩევნები არ არის გამოსავალი ნუ მე უბრალოდ მესმის რომ ბევრი მათგანი შეცდომაში შეყვანილი ბევრ მათგანს ჯერა ნუ არიან ახლა იქ ვიღაცები გამოდიან რაღაცეებს წერენ რაღაცას ფილოსოფოსობენ რომ აი რაღაც ვიღაცა გვერდიდან რაღაც დამტურებლის როლია და თავის მომენტს ელოდება რაღაც ბევრი სხვადასხვა მაგრამ უნდა გვესმოდეს რამდენიმე რამ პირველი რა თქმა უნდა საზოგადოებაში არის ძალიან დიდი დაკვეთა ცვლილებებზე მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ცვლილებებზე დაკვეთა და მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო რომ წინა არჩევნები ოცნებამ მოიგო მშვიდობაზე მოთხოვნით და ამ მშვიდობაზე მოთხოვნა ჩვენ ოპოზიციამ ვერაფერი ვერ უპასუხა